დღეს ვისაუბრებთ ერთ განსაკუთრებულ რიცხვზე, რომელმაც მათემატიკაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში უდიდესი როლი ითამაშა. ეს არის პი, პი რიცხვი. პი არის უნივერსალური მუდმივა, რომელიც გვხვდება ყველგან, სადაც არსებობს წრე. პი არის გარშემოწერილობისა და მისი დიამეტრის შეფარდება. ანუ თუ წრის სიგრძეს გავყოფთ დიამეტრზე, ყოველთვის მივიღებთ ერთსა და იმავე რიცხვს. დაახლოებით 3/14. ფორმულა ასე იწერება: c უდრის πd, სადაც c წრის სიგრძეა, d დიამეტრი. ასევე ფართობის ფორმულაა s უდრის πr². ეს გვიჩვენებს, რომ π არა მხოლოდ სიგრძეში, არამედ ფართობის გამოთვალშიც მონაწილეობს. ახლა კი მოусმენთ მუსიკას პი რიცხვზე. მუსიკა პი რიცხვზე პიანინოზე უკრავს ზუსტად ისე, როგორც პის ციფრები მოძრაობენ. ერთი ციფრიდან მეორეზე, არასდროს მთავრდება, მუდმივად მიიწევს წინ. ისიც თითქოს უსასრულო ამბავს ყვება და გგონია, რომ რიცხვების სიცოცხლეს იძენენ ნოტებში. პი არის ირაციონალური რიცხვი. მისი ათწილადი ნაწილი უსასრულოდ გრძელდება და არ მეორდება. იგი ასევე ტრანსცენდენტული რიცხვია, რაც ნიშნავს, რომ მისი მიღება შეუძლებელია ჩვეულებრივი ალგებრული განტოლების ამოხსნით. დღეს მეცნიერებმა პის ტრილიონობით ციფრი გამოთვალეს, თუმცა პრაქტიკაში უმეტეს შემთხვევაში 3/14 გვხვდება. პი გამოიყენება ინჟინერიაში, ბორბლების, მილების, ძრავების გამოთვლაში, არქიტექტურაში, გუმბათების და მრგვალი კონსტრუქციების დიზაინში, ფიზიკაში, ტალღების, რხევებისა და მოძრაობის ფორმულებაში, ასტრონომიაში, პლანეტების, ორბიტების განსაზღვრაში, სადაც არის წრიული მოძრაობა ან ფორმა. იქ აუცილებელია პი. დღეს პი ერთ-ერთი ყველაზე გამოკვლეული რიცხვია მათემატიკაში. პი გვაჩვენებს, რომ მარტივი ფორმა წრე შეიძლება შეიცავდეს უსასრულო სიახლოვეს. ეს რიცხვი არის მათემატიკისა და ბუნების კავშირის ნათელი მაგალითი. პი პატარა სიმბოლო, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცნიერებაში.